მეგობრებო, კიდევ უნდა შემოგთავაზოთ ერთი კაშლა საერთო და საერთო შეგახსენებთ, რომ ყველაფერი არ შეგეხებათ. შეიძლება სრულად შეეხოს ზოგიერთებს, შეიძლება ნაწილი, შეიძლება საერთოდ აგიაროთ საერთო გაშლამ, ამიტომ ჩაიციკლებით, რომ მაინც ყველა გაშლა, ყველაფერი და ყველა სიტყვა თქვენზე იქნება, ბოლომდე უყურეთ და რაც თავარია მიხვდით იდენტიფიკაციით. ენერგეტიკულად თქვენია გაშლა თუ არა. გამოწერილი თუ არ კრავართ, გამომიწერეთ და დამილაიკეთ და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ენერგოცლად შედგეს ჩემსა და თქვენ შორის, ასევე ჩემი ორივე გვერდი, YouTube-იც, TikTok-იც გამოიწერეთ მოკლედ. იმისთვის, რომ ცხელ-ცხელი საერთო გაშლების და რაღაც საჩუქრების და რაღაცეების საქმის კურსში იყოთ ყოველთვის. მოკლედ. გაშლა გვექნება იმაზე, მიხვდა თუ არა რამეს თქვენთან მიმართებაში, თქვენი პარტნიორით. შეფიქრეთ, თქვენ თავზე იფიქრეთ და მასზე იფიქრეთ და ნახოთ რა ხდება ახლა თქვენ შორის, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, რა ურთიერთობა, რა სიტუაცია, რა ენერგეტიკა არის ახლა დღესდღეობით თქვენ ურთიერთობაში. ხუთიან ჟეზლი. ყველა გაშლა იწყება დღევანდელი ხუთიან ჟეზლით. ეს არის კონკურენციის ენერგიები. ეს არის კონკურენცია თქვენზე, ან კონკურენცია მასზე, ან საერთოდ რაღაცა ჭიდილი. ადამიანი შეიძლება ჭიდილშია თქვენთან მიმართებაში და გაწევ-გამოწევა გაქვთ, ვინ უფრო მაგარია. ადამიანი შეიძლება ჭიდილში იყოს თავის გარემოცვასთან თქვენთან მიმართებაში, რომ თქვენ უნდი ხართ და მის მაგალითად ოჯახობას არ უნდა მის სანათესაოს, არ უნდა რომ თქვენ ერთმანეთთან იყოთ. სამეგობროს არ უნდა და სხვა და სხვა ასე ვთქვათ საერთო გაშლაში შეიძლება ასეთი სიტუაციაც იყოს, ასეთიც უნდა მიხვდეთ თქვენია თუ არა აქედან გამომდინარე ეს გაშლა. თასის დედოფალი ამოდის. თასის დედოფალი ეს არის წყლის სტიქიის წარმოადგენელი, შეიძლება წყლის სტიქიას წარმოადგენთ, ეს არის თევზების კიბორჩხალას და ან მორიელის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის რომ წყლის სტიქია იყოს, ეს არის ძალიან თბილი, მოსიყვარული, ძალიან ემპათიური ქალბატონი, ძალიან თანაგრძნობით მდგომი, ყველას და ყველაფრის მიმართ თავის ერთ ლუკმა პურს რო გაუყოფს ყველას და შეიძლება თვითონ მშიერი დარჩეს, აი ესეთი თანაგრძნობიანი და ესეთი თბილი მოსიყვარული ქალბატონი. შეიძლება გიყვართ შინაური ცხოველები, არ არის გამორიცხული და შეიძლება ყავდეთ კიდევაც სახლშიც კატა, ძაღლი, შეიძლება თევზებიც კი არ არის გამორიცხული, პატარა აკვარიუმი გქონდეთ, თევზებით სავსე, ოქროს თევზებით. 6-იან ხმალიო კალოდის ძირში მიჩვენება, შეიძლება შებრუნებული და წასული ხართ რაღაცნაირად თქვენი პარტნიორული სიტუაციიდან, ან თქვენი პარტნიორი შებრუნდა და წავიდა. მოკლედ სიტუაცია გაქვთ გაორებული, გაურკვეველია მისი მდგომარეობა, შეიძლება იყოს ადამიანი გადაადგილებაშიც, ტერიტორიულ გადაადგილებას თუ ვიტყვით, ასევე არ არის გამორიცხული 6-იან ხმლით, შეიძლება სადღაც წავიდა, მივლინებით წავიდა, დასასვენებლად წავიდა, რაღაც ვიკენდს ატარებს ვიღაცებთან ერთად, მარტო არ არის კონკრეტულად ამ კარტზე, სინამდვილეში მარტო ზის ხოლმე და მიდის ხოლმე, მაგრამ კონკრეტულად ამ კარტზე რაც გიკეთებთ, წინ ორი ადამიანი მიდის, შეიძლება სამეგობროსთან ერთად სადღაც შაბათ-კვირის გასართობად ქალაქგარეთ წავიდა, არც ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს არის მენტალური გადაადგილება, შეცვლილი მდგომარეობა, იმისი, რასაც იძახდა და სინამდვილეში ახლა როგორც იქცევა, ძალიან საპირისპირო მდგომარეობა, ერთგვარი ასე ვთქვათ. შეიძლება თქვენ იყოთ ამ მდგომარეობაში, საერთო გაშლაში ასეც შეიძლება ნაწილს გეთხოვდეთ და ისეც. მოკლედ, თუ ატყობთ სიტუაციურად, რომ თქვენზეა ეს გაშლა, მაშინ უყუროთ. მიხვდა თუ არა რამეს თქვენთან მიმართებაში და რას მიხვდა? მოდი, რას მიხვდა თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი? უკეთესია პირდაპირ დრო რო არ ვხარჯოთ. რას მიხვდა თქვენთან მიმართებაში? მაჩვენეთ, რას მიხვდა ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? ფაშისტი. ვინ არის ეს ბავშვი? რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ამოყირებული ამოდის ტუსტასი. გასაოცარი იმიტომ, რომ მე ერთ
წაღმა მაქვს ყველა კარტი მოკლედ და ეთყობა აჭრისას ამუტრიალდა და ესეც რაღაცისთვის საჭირო იყო. ტურთასი მისი ემოციები არის ამუტრიალებული. ბავშვის ენერგიებშია გთვლით ეს ადამიანი თავად თვლის რომ გაცილებით მეტი იცის და მეტი გაეგება თქვენზე სინამდვილეში მისი აზრით შეიძლება არ არის გამორიცხული ასაკობრივი სხვაობა იყოს და თქვენ მასზე ასაკით პატარა იყოთ და აქედან გამომდინარე უფრო ბავშვურად გთვლით, მაგრამ ეს არის უფრო მენტალური მდგომარეობა. თითქოს ისე იქცევით, აი ბავშვურად ეჭვიანობთ, ბავშვურად უაზროდ არ გჯერათ მისი ნათქვამის რაღაცნაირად ემოციებით სავსე ხართ, აი ვერ იტევთ ემოციებს, აი ეს შკალა გაქვთ ხოლმე ემოციური ძალიან კარგი ხასიათიდან, ძალიან ცუდ უცებ შეიძლება აუშარდეთ და მიხვდეს ადამიანი რომ თქვენთან ამჯერად საუბარი საზრი არ აქვს, იმიტომ რომ რაღაც ნეგატივით სავსე ხართ იმ მომენტისთვის შარზე ხართ, მოდი ესე ვთქვათ. ხუთიან ხმლით უბრალოდ რაღაცნაირად კონფლიქტურ სიტუაციებში იწევთ თითქოს ადამიანს, აი ბავშვურად ეჯინიავებით, ბავშვურად ეჭინჭყლებით. რაღაცნაირი ისეთი სიტყვები მომდის, აი რაღაცნაირი შარზე ხართ, მოდი ესე ვიტყოდი და ბავშვურად იქცევით და არა სიყვარულით. ფიქრობს რომ ტურთასი რახან ამობრუნებული იყო, ფიქრობს რომ არ გიყვართ. თქვენ ის და ამიტომ რაღაცნაირად ეჯინებით და საპირისპიროს უკეთებთ იმისას, ვიდრე ამ ადამიანმა თითქოს დაიმსახურა თქვენთან მიმართებაში. კიდევ რას მიხვდა თქვენთან მიმართებაში? მიხვდა რომ ჩხუბის ხასიათზე ხარ თავისთავარია. 4-იან თასი, მე-12 მაღალი არკანი დაკიდებული. მიხვდა რომ სიტუაციაში თავად მსხვერპლის როლშია, ნახეთ როგორი ფეხები აქ გადაჯაჭვული და დაბოქლომებული, ასე ვთქვათ, მიკიდებულია რაღაცნაირად თავდაყირა სიტუაციაში, ამ მდგომარეობაში და ამ ვითარებაში თქვენთან მიმართებაში გულისხმობ მსხვერპლის როლში. გრძნობს თავის თავს, მიხვდა რომ თქვენ მიჩვეული ხართ 64-ის ბაღს, ეს იქნება კარგი ფინანსური მდგომარეობა, თუ დასვენება, თუ თქვენი რაღაცნაირი სიმშვიდე, კომფორტის ზონა სახლში, თუ სამსახურში, აქ ნახეთ როგორი მაგიდაზეც შავი ღვინოს ჭიქა, აქ რაღაცა დელიკატესი აქვს, არ ვიცი, ისეთი სხილია თუ საერთოდ რამე ხილია და საერთოდ როგორი პენტაკლების ბაღშია ეს გოგონა მიჩვეული ცხოვრებას და კომფორტში და ფინანსურ მდგომარეობაში სიმშვიდე, იქ თავისი წიგნი აქვს, როცა რა უნდა არაფერი არ უჭირს, ფინანსურად არ უჭირს, საერთოდ მიჩვეულია ძალიან კარგად შვიდ ცხოვრებას და იმ ყველაფერს, იმ 64-ის ბაღს, ასე ვთქვათ, ფინანსურ მდგომარეობაში თუ ოჯახურ მდგომარეობაში ყველაფერი დოზირებულად საკმარისზე მეტი აქვს ამ ადამიანს. ხელფასი იქნება თუ გამომუშავება თუ თავის სტატუსური მდგომარეობა სოციუმში და საერთოდ ხალხში, ყველაფერი მიხვდა რომ თქვენ იმაზე გაცილებით მეტი გაქვთ და კიდევ მეც იმსახურებთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად წარმოდგენა აქვს ამ ადამიანს იმისი, რომ თქვენ ღირსი ხართ თითქოს 64-ის ბაღის და კალოდის ძირში ამოსული ცხრიანი მაღალი არკანი, ეს არის ადამიანი მარტოობის მდგომარეობაში. ახლა რაც არ უნდა ოჯახის წევრი ყავდეს, სამკუთხედი იყოს, ვიღაცეები ყავდეს, თაყვანისმცემლები და რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, ეს ადამიანი ეხლა არის მარტოობაში, სულიერ მარტოობაში. შეიძლება ძალიან ბევრი ოჯახის წევრი ყავდეს, მაგრამ რაღაცა ოთახი ქონდეს თავისი განცალკევების, სადაც სულიერ მედიტაციას უნდება, დაფიქრებას უნდება, ასკეზას უნდება, რაღაცნაირ ლოცვაშია, მარტოობაშია და აი მარტოობის კარტია. ეს არის დაკიდებული მსხვერპლის როლში მყოფი ადამიანი, რომელმაც მარტოობა აირჩია. იქიდან გამომდინარე, რომ მტკიცებას და რაღაცა ქცევებს აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე შეიძლება რომ ფინანსურად ვერ წვდება თქვენ მდგომარეობას და სოციუმში და სოციალურად გაცილებით დიდი სხვაობა შეიძლება ნაწილისთვის ასე იყოს თქვენი ფინანსური მდგომარეობის, ასაკობრივი მდგომარეობის გაცილებით მეტი ამ ადამიანმა იმის მიხვედრას იქამდე მივიდა მოკლედ მისი აზროვნება, რომ გაცილებით მეც იმსახურებთ, ვიდრე მას აქვს საშუალება შემოგთავაზოთ. შეიძლება ადამიანი დეპრესიაშია გადართული, ზოგისთვის ნაწილისთვის არ არის გამორიცხული, რომ სმასაც მიყო ხელი და სმაში, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ხასიათი უნდა რომ გამოსწორდეს, რჩევა თქვენთვის რა იქნება ამ ადამიანთან მიმართებაში სამყაროსგან.
პენტაკლის დედოფალი, თქვენ თავის ფასი იცოდეთ. ისწავლეთ და მიიღეთ ყველაფერი ისე, როგორც ხართ.